მართლმადიდებლობის ზეიმი ეს არის ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვის პირველ კვირას. პიროვნულად შენში მართლმადიდებლობა ზუსტად მაშინ იზეიმებს და მართალი სიტყვა, მართალი რწმენა, როდესაც შენ მიდიხარ ღმერთთან. ქრისტეში ღმერთში როგორ არის რომ მოწაფე ხარ მუდმივად, მაგრამ ამ მოწაფეობაში ქრისტეს მეგობარი უნდა გახდე. და შენ რო ლოცულობდიო ჩემდამი, აგერ მოვედიო. ანუ ეს არის მთელი ქრისტიანობის არსი, რომ ქრისტეს ემსახურები არა იმისთვის, რომ მიწაზე იყო დიდებული, არამედ იმისთვის, რომ ქრისტეში განდიდდე და ერთადერთი ღმერთია შენი სიმდიდრე და დანარჩენი მის განგებულებას მიყვები. შენ მეგობარი მაშინ ხარ ქრისტესი, როდესაც შენ რაც არ უნდა შეგემთხვას ცხოვრებაში, შეგემთხვას ხო? ნებისმიერ ფასად არ დათმობ ქრისტეს ერთგულებას. ერთმა რომ მითხრა ღმერთს თუ მაჩვენებ გამოყვებიო და უთხრა ღმერთს როგორ გაჩვენებ მეთქი მეც იქითკენ მიდივარ და ერთად ვიარო თქო. მაგრამ აი ქრისტიანობაში საოცრება ის არის, რომ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ მოდის, აღსდგება და შემდეგო ისევ მოციქულებს ეცხადებოდა და მოციქულებთან საუბრობდა და ქადაგებდა. თუ შენ არ გწამს იმისი, რაც წამში წერია, რაც სახარებაში წერია, მაშინ ვერ მიიღებ იმას, რაც იქ წერია. ახლა ჩემი მოვალეობა, თქვენი მოვალეობა როგორც მოძღვრის რა არის, რომ გაყვეს ღმერთს. დადგა დრო უფლის მსახურების, ანუ უფალი რომ მსახურობს. მოგესალმებით. დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მართლმადიდებლობის ზეიმზე. მართლმადიდებლობის ზეიმი ეს არის ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვის პირველ კვირას, კვირა დღეს. და ეს ზეიმი მეორენაირად რო ვთქვათ, ნიშნავს, რომ მართლმადიდებლობის გამარჯვების აღნიშვნას. რას ნიშნავს მართლმადიდებლობის გამარჯვება? მაშინ ეკლესია გაყოფილი არ იყო და ეს არ ნიშნავს რომელიღაცა ეკლესიას, არამედ ქრისტიანობის სიმართლის, მართალის სიტყვის გამარჯვების, გამტკიცების ზეიმი არის. ანუ ქრისტიანობაში შიგნითვე ხშირად იყო წინააღმდეგობები, იყო არასწორი სწავლებები, იყო სექტები და ასე შემდეგ და ამის გამო იკრიბებოდა წმინდა მამები, იკრიბებოდნენ ეკლესიის მღვდელმთავრები, რისკაცებიც, დიაკვნებიც და რასაც მსოფლიო კრებები ქვია და ამ კრებებზე განიხილავდნენ ქრისტეს სწავლებას და საბოლოოდ დამტკიცდა მართლმადიდებლობა, ანუ ის მართალის სწავლება, რომელიც დღემდე ჩვენამდე რომელმაც მოაღწია. თვითონ მართლმადიდებლობა სიტყვა არის ორთოდოქსია, ბერძნულად ორთოს ეს მართალია და დოქსა დიდებას ნიშნავს, ანუ სიმართლის განდიდება. მართლმადიდებლობა, ანუ მართლის დიდება, ან მართლიად დიდება ღმერთის. ორივენაირად შეიძლება გავიგოთ, იმიტომ რომ საცხონებელი და გადასარჩენი ზუსტად ის არის, რაც ქრისტემ განგვიცხადა იმის ზუსტი გაგება. ამიტომაც ამბობს, რომ ქრისტე ეუბნება მოციქულებს, რომ მან განუცხადა
მამის სახელი და ამიტომ მათ აქვთ სიცოცხლე, რადგან სიცოცხლე არის ის, რომ გიცნობდნენ შენ და მას, ვინც შენ მოავლინე. გიცნობდნენ შენ არის ჩვენ ვიცოდეთ მამა, ძე და სულიწმინდა იმდენად, რამდენადაც ეს ღმერთმა განგვიცხადა და თუ ვინ არის ის, რაც ვინც მამა მოავლინა იესო ქრისტე ჩვენი მხსნელი. და ამის აღსანიშნავად იკითხება სახარება, სადაც მას პირველად გაყვნენ ორი მოციქული, შემდეგში მოციქული, პირველი დამოწაფებაა და ეს პირველი დამოწაფება არის იმიტომაც არჩეული, რომ მოწაფეებმა აღმოაჩინეს ის, ვისაც ელოდნენ. ამიტომ როცა ანდრია პირველწოდებული დაბრუნდება უკან სახლში ქრისტესგან თავის ძმასთან რომ მივა ეტყვის ვიპოვეთ ის ვისაც ველოდით. ანუ მართლმადიდებლობაში ზეიმი ის არის რომ მართლმადიდებლობაში ჩვენ შეგვიძლია ღმერთი აღმოვაჩინოთ, ღმერთი ვიპოვოთ, რადგან ღმერთს იპოვის ის, ვინც მართალ ღმერთს ეძებს და ღმერთის სიმართლეს ეძებს. აი ხა მართლმადიდებლობის ზეიმი და იკითხება იოანეს სახარება, სადაც არის ფილიპე და ნათანაელის მოწოდება. ქრისტემ ფილიპეს მოუწოდა, ფილიპე ნათანაელს ეტყვის და შემდეგ ორივენი ქრისტესთან არიან და ქრისტე ეუბნება საინტერესო სიტყვებს ნათანაელს, რომ შენ მე დაგინახეო ლეღვის ქვეშ რო იდექიო. მაგრამ დღეიდან იცოდე უფრო დიდს დაინახაო, დღეიდან დაინახაო ძე კაცისაზე რომ ანგელოზებს აღმავალს და გარდამომავალს მასზე და ალბათ შემთხვევითი არ არის ეს მართლმადიდებლობის ზეიმზე სახარება რო იკითხება, ანუ პიროვნულად შენში მართლმადიდებლობა ზუსტად მაშინ იზეიმებს და მართალი სიტყვა, მართალი რწმენა, როდესაც შენ მიდიხარ ღმერთთან, როგორც ფილიპე და ნათანაელი და აქ ორი რამე, ერთია რომ ღმერთი ეუბნება ნათანაელს, რომ ლეღვის ქვეშ დაგინახეო და მეორეა რომ ეუბნება ამის შემდეგ უფრო დიდს ნახაო, რომ დაინახაო ძე კაცისას, რომელსაც ანგელოზები ემსახურებიან და ანუ რო შევხედოთ, ერთია რომ ღმერთი ეუბნება მე შენ დაგინახე, გხედავდი და ამის დაჯერება, ეს რო დაიჯერა ნათანაელმა, რო დაიჯერა რომ მას ღმერთი უყურებს და ის ღმერთი მას ყოველთვის ხედავს, ამის შემდეგ არის რომ ის ღმერთის დიდებას იხილავს. ანუ იმის დაჯერება რომ ღმერთი ხედავს და იცი რომ ღმერთი არსებობს და ღმერთი მარადიულია, ის ყოველთვის ყველგან ყველაფერში გიყურებს, ხედავს. ამისი დაჯერება არის ის რომ რწმენა რომ ღმერთი ნამდვილად არის და ამის შემდეგ არის, როცა შემდეგ უკვე შენ დაინახავ ღმერთის დიდებულებას და ეს არის ალბათ გამორჩეული ამ სახარებაში და ამის შემდეგ არის კიდევ სამოციქულოში იქ არის გედეონი, დავითი, ანუ დიდი წინასწარმეტყველები ნახსენები, რომლებიც ესეთი დევნაში იყვნენო. ებრაელთა მიმართ ეპისტოლე იკითხება ამასთან ამ სახარების ამ დღესასწაულზე და აქ არის ის რომ ესე იგი ესეთი დიდი ადამიანები რომლებიც ღმერთს ემსახურებოდნენ თუ როგორ იდევნებოდნენ, როგორ ეწამნენ, როგორ მოკვდნენ, მაგრამ როგორ იდგნენ რწმენაში და აი ესეც ის არის რომ ღმერთს რომ იყვები, შემთხვევით არ იკითხება ალბათ სამსა ფილიპე და ნათანაელის მოწოდება და შემდეგ ეს ძველი წინასწარმეტყველები რომლებიც მუდმივად დევნაში ანუ ღმერთს რომ იყვები არ არის ის რომ მუდმივად შენ მიწაზე გამარჯვებული უნდა იყო. ღმერთს რომ იყვები სხვათა შორის ეს შედარება იქ პავლე მოციქულის ეპისტოლე რომ გამოქვაბულებში იყვნენ და ხო რომელთა ღირსი არის და როგორ თხის ტყავები დადიოდნენ, თხის ტყავი არის ყველაზე დაბიო და აი რამხელა ღვაწლში იყვნენო ესენი და არ მიცემიათ, აქ კარგი შედარება ახლა არ მიცემიათ ის რაც მიეცა ფილიპეს, იმიტომ რომ ლეღვის ქვეშ იდგა. წარმოიდგინეთ ახლა ლეღვის ქვეშ დგას, ლოცულობს, მეტი ფილიპეს არაფერი არ გაუგეთებია, ნათანაელს უბრალოდ და მიდის ფილიპე და ვიპოვეთ ის
ვისაც ემსახურებოდა გედეონიც, მოსეც და ვისაც არ მიცემია იმხელა რაღაცა, რაც ამათ მიეცა. და ქრისტე ეუბნება ლეგვის ქვეშ გიხილეო, შენ რო ლოცულობდიო, ლეგვის ქვეშ ლოცულობდნენ ებრაელები ჩრდილში. და შენ რო ლოცულობდიო, ჩემდანიო, აგერ მოვედიო. აი როგორი ამ ხელამოცემულობაა ქრისტე. და აი თქვენ რომ ამბობთ ზუსტად ის არის 60 ქულოში მე ისე მთავრდება რომ მათ ვერ მიიღესო აღთქმული. და აი რაღაცა განგება ღვთის გზაზე რო დგები სხვათა შორის ერთი ის არის კიდე რომ ჰეროდემ მოკლა იაკობი მოციქული. და ამ დროს იჭერს პეტრესაც. და უნდა რომ პეტრეც მოკლას, უღონ პასექს ელოდება, პეტრეს დაატყვევებს და პეტრესთან ანგელოზი შედის, ნუ ის ასაული ხდება რომ ანგელოზი გამოიყვანს ისე რომ ცველები ვერც კი გულისხმაყოფენ ეს როგორ მოხდა და ანუ კითხვა იბადება ესეთი რომ მოხდა ჰეროდესგან იაკობის მკვლელობა ამ ერთი მოციქულის და ეს დაშვება დაუშვა ღმერთმა განგებით, მაგრამ მეორე ხდება ის რომ პეტრესთან ესე არ ხდება, ანუ პეტრე ესე საოცრად გამოყავს ღმერთის ტყვეობიდან. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ მართლმადიდებლობა არის ის რომ აი პეტრეზეც ის არის იმ ღამეს ეძინაო. ანუ პეტრე ბზათ არის სიკვდილის, ხო, მშვიდად. და ისე მშვიდად ეძინაო, რომ ანგელოზი აღვიძებს. კრავა ანგელოზმაო, იმიტომ რომ ის ჯერ ნათელი იყო და იმ ნათელმაც ვერ გააღვიძა პეტრე. და მე ესეთი ეხება ანგელოზი და ანუ საოცრებაა, ხვალ უნდა მოკლან და დღეს მშვიდად ჯარისგაცთან ციხეში. ანუ ეს არის მთელი ქრისტიანობის არსი, რომ ქრისტეს ემსახურები არა იმისთვის, რომ მიწაზე იყო დიდებული, არამედ იმისთვის, რომ ქრისტეში განდიდდე და ერთადერთი ღმერთია შენი სიმდიდრე და დანარჩენი მის განგებულებას მიყვები. ქრისტიანობა მართლმადიდებლობას რო ამბობ ჩვენ ხო დღეს სეიმია ხო ერთ-ერთი მარხვაში და მართლმადიდებლობა არის და არა მართლმცოდნეობა, ამაზე თქვენი ის მახსოვს რაღაც ადრე გადაგებაც ჰქონდათ ამ საკითხზე და მართლმცოდნეობას რატო არ ვეძახით? იმიტომ კი არა რომ მართლმადიდებლობაში არ არის ცოდნა ჭეშმარიტების მართლმცოდნეობას იმიტომ არ ვეძახით რომ ჩვენ არა გვაქვს სრულად ამისი ცოდნა და ეს ცოდნა მუდმივი პროცესია ქრისტეში. ანუ ქრისტეში ღმერთში როგორ არის რომ მოწაფე ხარ მუდმივად, მაგრამ ამ მოწაფეობაში ქრისტეს მეგობარი უნდა გახდე. მაგრამ მეგობარი რო გახდები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოწაფეობას კარგავ, იმ მეგობრობაში შენ ისევ მოწაფე ხარ. და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ქრისტიანობის თავარი ნიშანი და საინტერესოა რომ აი რა არის ხა მოწაფეობა, აი მოწაფეობა არის რასაც შენ როცა შენ ენდობი იმ სწავლებას რაც მართლმადიდებლობაშია და ამ სწავლების აღსრულებელი ხარ სიცოცხლის ფასადაც კი, მაგრამ ეს სიცოცხლის ფასადა არ ნიშნავს იმას რომ შენ შეიძლება სიკვდილი მოგიწიოს ხორციელი ფიზიკური ამის გამო. შეიძლება ისეთ ეპოქაში იცხოვრო, რომ საერთოდ შვიდად აღესრულო. აქ სიცოცხლის ფასად ნიშნავს, აი შეიძლება ერთი ადამიანის გამო იცხოვრო და ამ ადამიანს მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სიცოცხლე მიუძღვენი ამ ადამიანს, ხო? ეს არის მოწაფეობა, შენ მთელი ცხოვრება ამისთვის ცხოვრობ და იმ მცირედ მოქმედებებს, თუნდაც მცირედ სათნოებებს რომ სათნოებას კი მზად ხარ, რომ ერთგულად და სიცოცხლის ფასად აღასრულო. ანუ ამისთვის გმირულად იცხოვრო, ან თუ და იმ მცირედი რაღაცისთვისაც და აი ეს მეგობრობა როგორი რაღაცა, ახლა მეგობარი ვინ არის, როდესაც ერთგული ხარ ადამიანის ნებისმიერ შემთხვევაში იმის მდგომარეობიდან გამომდინარე კი არა, აი შენ რაც არ უნდა სიტუაციაში აღმოჩნდე, დევნა იქნება ციხეში, საპყრობილეში იქნები, გაჭირვებაში იქნები, თუ რა განსაცდელიც არ უნდა შეგემთხვეს, რომ მაინც ერთგული ხარ იმ ადამიანის. და ეს არის ქრისტიანობაში, შენ მეგობარი მაშინ ხარ ქრისტესი, როდესაც შენ აი რაც არ უნდა შეგემთხვას ცხოვრებაში, შეგემთხვეს, ხო? ნებისმიერ ფასად არ დათმობ ქრისტეს ერთგულებას. არც დევნის გამო, არც საკუთარი სიცოცხლის გამო და არც არაფრის გამო ამას რო არ თმობ, მაშინ ხარ შენ ქრისტეს ერთგული მეგობარი და
ეს არის რომ აი მოწაფეობით იწყება ქრისტიანობა და მოწაფეობით გრძელდება, მაგრამ აი ეს მოწაფეობა აუცილებლად მეგობრობაში უნდა გადაიზარდოს და აი თვითონ მართლმადიდებლობა ხო ეს არის მართალის სწავლება ღმერთს, სწორლის სწავლება ღმერთს, მართლმადიდებლობა ჩვენ გვასწავლის ხო სწორის და არასწორის გარჩევას. და ეს იმიტომ რომ ამითი უნდა იცხოვრო ადამიანმა ცხოვრებაში და გრიგოლ ღვთისმეტყველს თუ არ ვწდები აქ ესეთი შედარება მოყვანილი აი დემონსა და ადამიანს შორის დემონშიო სინათლე ჩაქრაო როგორც აი ანთებული სანთელი ქრებაო ისე ჩაქრაო და ის ანთებას არ ექვემდებარებაო და ადამიანთან მიმართებაში კიდე ადამიანის მდგომარეობას ადარებს ჩამქრალ ნაკვერჩხალს რომელსაც ნაცარი აყრიაო და ბჟუტავსო ის ნაკვერჩხალი და როგორც კი დაბერავსო ქარი ან სულ შეუბერავო ეს ნაკვერჩხალი ცეცხლად იქცევაო და აი ეს დაბერვა აი ეს არის ღვთის სიტყვამ უნდა ანუ სულიწმინდამ უნდა იმოქმედოს ჩვენს ესე ვთქვათ დაუბეროს რომ ადამიანში ეს ნაკვერჩხალი აღმოცენდეს და ისე ვაენთოს ადამიანი და დაიბრუნოს და უფრო მაღლად ადგეს იმაზე რაც დაკარგა და აი ამაში გვეხმარება სწორედ მართლმადიდებლობა აი ამ ხედვაში რა ადამიანის სამოთხეშია და ადამიანშიც სამოთხეა და ადამი როცა ეცემა ამ შინაგან სამოთხეს კარგავს მაგრამ გარეგნულად სამოთხეშია მაინც ხო და ცუდად გრძნობს თავს მაინც სამოთხეშია და ცუდად არის შეშინებულია ხო და ეს რაზე მეტყველებს ახლა რომ ის რომ ადამიანი ასე აიღო გარეგნულად და ჩასვა სამოთხეში კარგად მაინც ვერ იქნება თუ შენ შინაგანი სამოთხე არა გაქვს მოპოვებული ცათასასუფებელი თქვენშია თუ ეს შენს თავში არა გაქვს დანახული და ის აი რასაც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს ის ნაკვერჩხალი თუ არ არის შენში ანთებული აი ესეც ცოდვილი მაგალითად ტაძარში რო გამოკეტო წმინდანი ვერ გახდება იმითი რომ ის ტაძარში ყავს ჩაკეტილი ესე ადამიანიც სამოთხეში რო ჩასვა ხო აი ხო არის ესე რომ ამბობენ რომ მაგალითად ღმერთმა ყოველას ცხონება არ შეუძლია ეს ჩვენზეც არის ხო დამოკიდებული ეს ცხონება და ამიტომ მართლმადიდებლობა გვასწავლის სწორედ იმ შინაგანი ყოველას ცხონება ნუ მეორენაირად რო თქვა ყოველას გახარება შეუძლია მე მაგალითად შევძლებ ყოველას გახარებას ჩემი ნახვით ვიღაცას ჩემი ნახვით შეწუხდება ხო ანუ ცხონება ხო ღმერთით გახარებაა და ქრისტე როგორიც არის აი ქრისტეს ნახვა ყოველას უხარო და ყოველას არ უხარო და ხო პირიქით ვიღაცას მოკლა უნდოდა ხო და აი ქრისტეს ნახვა თუ არ გიხარია და ქრისტეს შეცნობა თუ არ გიხარია როგორ გაცხონოს როგორ გადაგარჩინოს აი ეს ძალიან საინტერესოა რაც მოწაფეობაზე ამბობდი მამა ეს იოანე არის ფაქტიურად ისრაელის მოძღვარი. მე მოვედი იმისთვის, რომ განუცხადო მოვლინებული მესია. ამას ეუბნება ფარისევლებს. ხო და როგორი ეს არის, აი ისრაელის მოძღვარია, რომ განუცხადოს ქრისტე, განკაცებული ღმერთი და წესით ხო ისრაელის ეკლესიას უნდა მიეღო პირველ რიგში, მაგრამ არ ღებულობენ იოანესაგან. ვინ ხარო შენ წინასამეტყველი ხარო, არც ეს ახარ, მაშინ ვინ ხარო. ანუ თვითონ იოანეზე დიდად ხო მიაჩნდა თავი, რადგან მთავრები იყვნენ. და იოანემ რო თქვა, რომ აჰა ტარიგი ღვთისა. იქ ფარისევლები არ გაყვნენ. აი ეს არისო, ხო თქვა? გაყვა ორი მოწაფე იოანეს. იოანე მახარებელი და ანდრია პირველწოდებულად მერე პეტრეს ძმა. ანუ ეს ორი გაყვა. აინტერესებთ. აი ეს არის ძალიან მოძღვრის მოვალეობა, ხა ჩემი მოვალეობა, თქვენი მოვალეობა როგორც მოძღვრის რა არის, რომ გაყვეს ღმერთს. აი სად არის ღმერთი, ანუ ესე ხორციელად ვერ დავანახებ ჩვენ ღმერთს. ერთმა რომ მითხრა ღმერთს თუ მაჩვენებ გამოყვებიო და თქვა ღმერთს როგორ გაჩვენებ მეთქი მეც იქითკე მიდივარ და ერთად ვიარო თქვა. ხო და როგორი ის არის აი მოძღვრის მთავარი დანიშნულება რომ ღმერთი აპოვნინო, ქრისტე აპოვნინო. და ესენი გაყვებიან და ძალიან საინტერესოა ქრისტე რომ მოუბრუნდება
ესენი ეუბნებიან ქრისტე ეუბნება რას ეძებთ მათ უთხრეს მოძღვარო უკვე ანუ მოძღვაროს რო ეძახის უკვე მასწავლებლად უკვე მიიღეს ამათ იოანესგან ანუ იოანესგან თავის მოძღვრისგან მასწავლებლად მიიღეს ქრისტე ანუ ეს არის მოძღვრისისა რომ ქრისტე მიცე მასწავლებლად ხო და აქ არის თარგმანში ხო ეს ბოლო თარგმანია და რაბი სად გახარ აი სადმყოფები ხო სადმყოფები არის სად გახარ და ეს სახე ქართული არ არის პირდაპირ სიტყვასიტყვით გადმოიღეს ეთყობა მაგრამ ადამიანი რომელიც არ არის იქაური ჩვენ სად გაჩერდი რომ სასტუმროში გაჩერდი მეტყვით ხო სად ხარ გაჩერდი ხო სად გიპოვით საი მაგალითად სხვა ქალაქში წავიდა და სად გაჩერდი იქ სად ხარ საცხოვრო ხო არ ეთქვი სად გაჩერდი აი ეგეთი ის არის იმიტომ რომ ქრისტე აი ამ დროს როცა იორდანეში ჩამოვიდა იქ ხო არ ცხოვრობდა მაგრამ იქ იყო კარვები თურმე ანუ იოანესთან სანათლავად რომ მოდიოდნენ კარვები იყო გაშლილი და ამ კარვებში ღამეს ათევდნენ და ეს კარვები ქირავდებოდა ვიღაცა მოვიდოდა განსაცმენდელად ღამეს გაათევდა გადაიხდიდა და მერე მიდიოდა აი ესე იყო ერთ-ერთ კარავში გაჩერებული ანუ სად გახარ და ქრისტემ უთხრა მოდი და ნახეთ აი ეს მოდი და ნახეთ არის ძალიან საინტერესო მოდი და ნახეთ სად ვარ მე ვინ ვარ მე აი მოდი ჩემთან და ნახე აი ეს არის ზუსტად მოწაფეობა და ეს მოწაფე ქართული სიტყვა მომწონს ძალიან რა ბევრი სიტყვა ქართული რომელიც პირდაპირ უდიდეს ღვთისმეტყველებას გამოხატავს ქრისტიანობაში დაწაფებული მოწყურებული აი და დაეწაფები წყალს დაეწაფა ხო აი და დაეწაფა სიტყვიან იმაზე ვისაც ძალიან წყურია რა მოწაფე დაწაფებული ხო და ეს დაწაფებული ადამიანი არის ზუსტად ნამდვილი ქრისტიანი და აი მართლმადიდებლობაზე რო ამბობდი რომ არ არის მართლცოდნა არამედ რა თქმა უნდა მართლცოდნაა მაგრამ დიდება იმიტომ არ დიდება მოქმედებაა უკვე გონების მოქმედებაა რომ თუ რასაც იცი იმას რომ განადიდებ ხო აი რასაც მიიღებ სხვისი ნათქვამი ის თუ შენ თვითონ არ შეიგრძენი რას ამბობს ის თუ შენ თვითონ არ გაიაზრე და უბრალოდ დაიზეპირე მაშინ მადიდებელი არ ხარ იმ აზრის მაგრამ აი ეს აზრი რომ გაიგე და ვაიმე რა დიდებულია რომ იტყვი რომ შეგეხო აი რომ შეგეხო მაშინ განადიდებ მას ეს შეგეხება ქრისტე ეს არის ბრმას რომ შეეხო განკურნა ნუ გარეგნულად კურნავს მაგრამ გონებასაც შეეხო მე არ ვიციო ესეთი სასწაულიო როგორ გააკეთებდაო კაცი რომელთანაც ღმერთი არ არის ცოდვილი ამას ვერ გააკეთებდაო ანუ ეს არის გონებას შეეხო უკვე ადიდებს სითბოზე თეორია არ გაცდევინებს სითბოზე საუბარი ხო ეს არის პრაქტიკა უკვე გონებრივი ხო სულიერი პრაქტიკა ისე აი შედარებებიც მართლმადიდებლობის სხვა რელიგიებთან ნუ ხა სამი მთავარი რელიგია რო ვთქვათ ხო მართლმადიდებლობა ისლამი ბუდიზმი იუდაიზმიც და ყველაზე საინტერესო რაც კაცობრიობისთვის აი თუნდაც ძველი ფილოსოფოსები აი სოკრატეს სიკვდილის წინ ამბობს სასამართლოზე რა იცით რომ სიკვდილი ბოროტება არისო იქნებ სიკეთეაო არ ვიცით რა არისო სიკვდილი და მე დღეს სიკვდილს შევეხებიო და ანუ იმდენად საინტერესო იყო სიკვდილი თუნდაც იმ ფილოსოფოსებისთვის მოაზროვნე ადამიანებისთვის რომ არავინ არ იცოდა სიკვდილი რა იყო და რო შევხედოთ აი ბუდას სიკვდილის შემდეგ ბუდა არ მოდის არ ხადაგებს სიტყვა არ უთქვამს ბუდას მოკვდა და ბუდა არ არის იგივეა მუჰამედიც მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არ ხადაგებს ხო მოკვდა მუჰამედიც და დამთავრდა მაგრამ აი ქრისტიანობაში საოცრება ის არის რომ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ მოდის აღსდგება და შემდეგო ისევ მოციქულებს ეცხადებოდა და მოციქულებთან საუბრობდა და ხადაგებდა და ერთი
ცოტა ისეთი შედარებით შეიძლება ვთქვა აღმოსავლური იგავია, რომ ერთხელო პეპელა ცეცხლთან მივიდაო ახლოს და სითბო იგრძნო და განშორდაო ცეცხლს და თქვაო, რომ ცეცხლი ათფობსო. მეორე პეპელა მიფრინდაო ისე, რომ ფრთები დაეწვავო და თქვაო, რომ ცეცხლი წვავსო და მესამე ისე ახლოს მივიდაო, რომ სრულად დაიწვა, მოკვდა. მაგრამ უკვე ვერავის ვერ უთხრაო რა იყო სიკვდილი და ესეთი ეს ხო რა იყო ცეცხლი და აი ქრისტე არის ზუსტად რომელმაც ყველაზე დიდი საიდუმლო კაცობრიობისთვის, ყველაზე დიდი შიში თუნდაც რო ვთქვათ და რა ვიცი რა კაცი თუ ჯანმრთელობას უფრთხილდება, კაცი თუ რაღაც ამ ქვეყნიურად უნდა რომ რაღაც კარგად და კეთილად მოეწყოს, ყველაფრის მაინც თავი რო ვთქვათ არის სიკვდილის შიში, ადამიანს სიკვდილი არ უნდა, იმიტომ რომ არ იცის რა ხდება იმის იქეთ. და ეს არის რომ ქრისტიანობა არის იმდენად ეს კაცის დაფუძნებული რელიგია არ არის, თვითონ ღმერთია იესო ქრისტე ღმერთკაცია, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა. ეს არის აღდგომის დღეს რო ვამბობთ სიკვდილისა და მთრგუნველი. და მითაც გამოირჩევა ეხა მოაზროვნე ადამიანი რო შეხედავს მართლა ქრისტიანობა საერთოდ ეს არ არის კაცის მიერ დაფუძნებული რელიგია. ეს რელიგიებშიც სხვაობები, აი მაგალითად ინდუიზმში როგორ არის ხო ინდუიზმში პიროვნული ურთიერთობა არ არის ღმერთთან. ხო არის რაღაც სული და ამ ატმანის რასაც ეძახიან ეს უერთდება მე ამ აბსოლუტურ სულს და იკარგება ადამიანი. და სამყარო ილუზიაა და ეს სული ქმნის და ანგრევს სამყაროს და მოკლედ ესეთი ილუზორულ სამყაროში ვცხოვრობთ ინდუისტური სწავლებით თქვა ჩვენ და ბუდიზმში საერთოდ ღმერთი არ არსებობს, ხო იქ საერთოდ ნირვანაა და ხო სიცოცხლე ანუ ხორცის ბოროტებაა და ნირვანაში გაქრობა და ეს აქვს სწავლება, ანუ უღმერთო რელიგია. ისლამში როგორ არის ყველაფერი განპირობებულია წინასწარ. ანუ ადამიანი თავისი ბედის შემოქმედი ვერ არის. ღმერთია იქ რეჟისორიც, სცენარისტიც და რა ვიცი, ყველაფერი დამჯილდოებელიც და ანუ ისე რომ ადამიანის ბედი წინასწარ გადაწყვეტილია ღმერთს, ადამიანის ნებელობა დაკარგულია, შეზღუდულია, გამქრალია იმაში და აი კათოლიციზმში როგორ არის ახლა კათოლიციზმში პაპს მიაწერენ უცოდველობას. ხო, უცოდველობას მიაწერენ, ანუ რაღაც ზეადამიანურ თვისებას. და მართლმადიდებლობა ამაზე რას ამბობს, რომ მართლმადიდებლობაში არ არსებობს არც ერთი ორგანოც კი, რომელიც უცდომელია. აი თვითონ სინოდიც, ხო, შეიძლება და ჩვენ გვახსოვს ეკლესიის ისტორიაში. ეს სინოდმა განკვეთა რამდენი დიდი წმინდა მამა. ხელა შესწავლილი კრებაც. სოფლიო კრებაც, ხო. აი ეს სოფლიო კრება, პირველი სოფლიო კრება, რომელიც პირველ სოფლიო კრებად იწოდება, არ არის პირველი, რიგით. რიგითის მეორეა. პირველი კრება უარყვეს, იმიტომ რომ იქ არ იყო 318 წელს შეიძლება თუ არ ვცდები პირველი და 325-ში მეორე. ანუ ის მეორე კრებამ დაამტკიცა რომ ის არის პირველი და ის პირველი რიგით რომელიც იყო ის უარყოფილია ის კრება. ანუ სოფლიო კრებად შეიძლება არ იყო, ამიტომ სოფლიო კრებასაც ამტკიცებდა მეორე კრება, რომ იქ სწორია. ის იყო სწორი, წმინდა. მომდევნო კრება ამტკიცებდა. და ეს საერთოდ მართლმადიდებლური ეკლესია არ ცნობს არც ერთ ხარისხს, რომელიც უცდომელია, თუნდაც პატრიარქი იყოს. და აი რაც ახლა კათოლიკურ ემაშია, ხო, პაპის უცდომელობა და თვითონ ის ბულებიც პაპის რამდენია ურთიერთსაწინააღმდეგო, ხო, თვითონ მონოთელისტი პაპიც ყავდა და ამას თვითონ ისინიც ვერაფრით ვერ ამართლებენ დღეს კათოლიკური ეკლესია და თვითონ ფსალმუნშიც ჩვენ გვიწერია ყოველი კაცი ცრუარს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს შეიძლება შეეშალოს. ხო, ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ გინდა თუ არა შეგეშლება, მაგრამ პოტენციაში ყოველთვის ადამიანის ბუნებაში დევს ის, რომ მას შეიძლება შეეშალოს, სანამ ის მიწაზე ცხოვრობს. და ეს არის სწორედ აი ამ პაპის ესეთი მამხილებელი და ბოლოს რაც არის
იუდაიზმი, ხო, იუდაიზმში ანუ ეს ძველი აღთქმის რელიგია, ამაზე კარგი ისა აქვს, თუ არ ვწდები იოანე ოქროპირს არ მახსოვს ზუსტად რომელს, რომ ძველი აღთქმა ეს არის პედაგოგი, ანუ მიმყვანებელი ქრისტემდე. და როდესაც ადამიანიო დადისო ფანრის შუქით და მზე ამოვაო, უგუნური არისო ის, ვინც კვლავ ფანრის შუქით გააგრძელებსო სიარულსო და ამ ფანრის შუქს ადარებს ძველ აღთქმას. და ახალ აღთქმას ადარებს მზეს და რადგან მზე ამობრწყინდა, უკვე ეს ძველი აღთქმა, ანუ ეს ფანრის შუქი აღარ არისო საჭირო. და მართლმადიდებლობა კიდე რაც შეეხება მართლმადიდებლობას ეს არის ის რელიგია, რომელსაც ადამიანი მიყავს აუცილებლად ღმერთამდე. ამიტომაც არის საჭირო ის, რომ ადამიანი იყოს მოწაფე მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის შეცნობა და შემეცნება. სწორი ხედვის მასწავლებელია მართლმადიდებლობა და აი ამას ზეიმობს ეკლესია ზუსტად ამ მართლმადიდებლობის კვირას. აი ეს არის საინტერესო და უთხრა ფილიპეს ნათანაილმა ნაზარეთიდან რა სიკეთე შეიძლება იყოს. უთხრა მას ფილიპემ, წამოდი და ნახე. აი ეს ნათანაილის სიტყვა ნაზარეთიდან რა სიკეთე შეიძლება იყოს. ხო არის ნათქვამი იყო, რომ ის ბეთლემში დაიბადებოდა და ბეთლემი იუდეას ქალაქი იყო. და იუდეა იყო რჩეულთა ნაწილი ისრაელის. ხო და ქრისტე როგორც სიბრძნე, როგორც სიტყვა ღვთისა, გაიზარდა გალილეის ქალაქ ნაზარეთში. ნაზარეთში, ხო ისეთი ქალაქი რაღაც, რომელიც არის დაწუნებული. და ეს ამბობს, რომ იქიდან რა სიკეთე შეიძლება იყოსო. ანუ სიბრძნე ყოველთვის იქიდან გამოჩნდება, საიდან არელიან. ანუ სადაც ეძებდნენ, მას ხომ გალილეაში იმაში ეძებდნენ იუდეაში, ხრმობისას, როცა გაიქცა იოსები ეგვიპტეში, ბავშვები ხო დახოცეს და სადაც ელოდნენ, სადაც ეძებდნენ, იქ არ იყო. ანუ ძალიან ხშირად არის, რომ სიბრძნე არ არის იქ, სადაც ეძებენ. და არც იმ კაცშია, ვისშიც ეძებენ. ვინც თითქოს ის არის. ეს სიბრძნე ყოველთვის მოულოდნელისგან მოულოდნელად მოდის. და მოდის იქიდან, საიდანაც არელიან. და ესე უბრალოდ მოდი და შენ ნახეო. ესეც არის ძალიან საინტერესო, რომ თვითონ არ უწყებს ამის განმარტებას. მოდი და ნახე, შეეხე. ანუ ქრისტეს შენ შეეხეო და მართლმადიდებლობა არის ქრისტესთან შეხება. თუ შენ არ შეეხე ვერ გაიგებს, ისი გამოცდილება არ არის შენი გამოცდილება. აი თომაც რო ამბობს, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, თვითონ შეეხო. შეეხო მას და ეს არის მე ძალიან ხშირად მიფიქრია ხოლმე, როცა ახალი მოსული ვიყავი და ნუ ძალიან მართლა დაწაფებული ვიყავი და იმდენად მომეწონა ეს და იმდენი კითხვები მქონდა და იმდენს კითხულობდი და მე რო სხვებს უყვებოდი რაღაცებს. ზოგჯერ პროფესორს უყვებოდი ამას და მისმენდა ხა განათლებული კაცი და ესეთი და მისმენდა და გაოცებული იყო. და მე მიკვირდა რომ პროფესორი რომ მისმენდა და მე დავფიქრდი. მე და ერის კაცი რო ვიყავი მაშინ. მე დავფიქრდი მე ხო ღვთის სიტყვას ვამბობდი. ჩემი ხო არ იყო. და გაოცებული ჩემ სიტყვაზე კი არ იყო, არამედ ამაზე ღვთის სიტყვას ვეუბნებოდი და ეს ღვთის სიტყვა ნუ რაღაც ეს საოცრება აი ჩათვალეთ რომ ღმერთი გამოდის და ღმერთს ვაძლევთ და ღმერთს გვაძლევენ როცა მართალს გვეუბნებიან და ასევე მართლმადიდებლობა არის მართლმადიდებლებს კი ჩვენ კი არ გვემსახურებიან ჩვენ ვემსახურებით მართლმადიდებლობა ძალიან საინტერესო არის წირვაზე ჟამიარს მსახურებად უფლისა დიაკვანი რომ ამბობს უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო გვაგურთხ. ეს ბევრს გონია რომ აი უფალს რომ ემსახუროთ ის დრო დადგა და მაგას არ ნიშნავს. უფალი რომ გვემსახუროს დადგა დრო უფლის მსახურების, ანუ უფალი რომ მსახურობს. ამას ნიშნავს უფალი რომ მსახურობს და მართლმადიდებლობა ჩვენ მხოლოდ იმაში ვართ მსახური რომ ის სუსტად გავიგოთ.
და რასაც ვერ გავიგებთ, ის ზუსტად დავიმახსოვროთ. რამდენი რამე აქვთ მოციქულებს დამახსოვრებული, რაც ვერ გაიგეს. მაგრამ როგორ დაიმახსოვრეს, როგორ თქვა ქრისტემ, ისე ჩაწერეს. მერე კი გაიგეს. თქვათ, მაგრამ როგორ გაიგეს ისე კი არ დაწერეს, როგორ თქვა ისე. აი მაგალითად სულთმოფენობის მერე გაიგეს. მერე გაიგეს, მაგრამ აი მოწაფეობისას ხო არ გაუგიათ. მოწაფეობის და სხვა. აი მაგალითად პეტრე და სხვა მოციქულები რო ამბობენ, რომ ძიმეაო ეგ სიტყვა, როცა თქვა, რომ ვინ ჩემ ხორცს არ შეჭამს და ვინც ჩემს სისხლს არ დალევს, ნუ როგორ არის ახლა როგორი გასაგებია კაცი ამბობს, რომ ჩემ ხორცს არ წავიდა შენგანო. ხო, პეტრე უუბნება, რომ ბევრი წავიდა უფალო, მკაცრიაო ეგ სიტყვა. ძიმეაო ძალიან, შენი ხორცი როგორ უნდა ჭამო და იმათმა ვერ გაიგეს და წავიდეს და ამათმაც ვერ გაიგეს. მაგრამ როგორც ვერ გაიგეს, ისე ჩაწერეს. და ძალიან საინტერესოა პეტრეს ეუბნება, შენ სხვა არ გინდაო წასვლაო. საწავიდეო სიცოცხლის სიტყვები შენთან არისო, მაგრამ ეს სიცოცხლის სიტყვები ვერ გაიგო. ანუ ამით ისე თქმა მინდა, რომ ქრისტესი მაშინ კი არა ხარ მორწმუნე ყველაფერს რო გაიგებ და მერე რო გწამს, რო არ გესმის. და რო ენდობი. მაშინაც რო ენდობი მას. ანუ რწმენა რა არის, რო არ გესმის, მაგრამ მან ესე თქვა და შენ გწამს, რომ რახან მან თქვა ქრისტემ. პირველი ხო გწამს, რომ ის არის ღმერთი. თუ გწამს, რომ შენ ქრისტეა ღმერთი, რაც იმან თქვა, რომც არ გესმოდეს, მაგას გაიგებ. ამიტომ ეს რწმენითი ცოდნა. ამიტომაც რწმენით, ანუ ჯერ შენ ღებულობ, მერე გეხსნება. და მაშინ რომ მიყვები, როცა ჯერ არ გესმის, მაგრამ გჯერა. არ გესმის, მაგრამ გჯერა, ეს არის მოწაფეობა. რამდენი რამე არ ესმოდათ. მაგრამ იმდენ სასწაულებს ხედავდნენ და საოცრებებს ხედავდნენ, იმიტომ იყვებოდნენ. თორემ აი ქრისტეს სასწაულები არ გაეკეთებინა. პეტრეც არ გაყვებოდა საბოლოოდ. დრო არ ესმოდა. და ამდენი სასწაულის მერე პეტრემაც უარყო, ხო, არ ვიცნობ ამ კაცს. და აი ეს არის ყველაზე თავარი მომენტი, რომ ქრისტეს სიტყვის შეცვლა არ შეიძლება. მართლმადიდებლობა ეს არის. აი ის არის მართალი. და მისი შეცვლა არ შეიძლება, რადგან ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. ესეც არის ხო ამ წამსი ხარ წმენა რო თქვით მართლმადიდებლობის სიმბოლო, წამსი. ეს არის ხო მთელი წამზე დგას მართლმადიდებლობა და პირველი სიტყვა იწყება მწამს. ნუ ამ მწამს ერთი ღმერთი მამაყულის სამყრობელი შემოქმედის ცისა და ქვეყანისა და ასე შემდეგ და მთელი ეს მწამსი შინაარსი, ნუ იქ არის მეორედ მოსვლაზე, იქ არის განკაცება, მთელი საიდუმლო, რაც კი ღვთისგან მომხდარა და უნდა მოხდეს, რომ აღდგომით უნდა დასრულდეს, ეს ყველაფერი იწყება იმით, რომ წამს და ერთია რომ რწმენა და იჯერებ, მაგრამ მეორე ისიც არის, რომ აი პრაქტიკაც ადამიანს, ხო, მოაზროვნე ადამიანი რო აკვირდება, აი რო აიღო ბიბლია წიგნი, ხო, რამდენი ავტორი ყავს? რამდენი სხვადასხვა, ესაია, იერემია, შემდეგ ახალ აღთქმაში მათე, მარკოზი, ლუკა, იქ საუბრები, პავლე საუბრობს სამოციქულოში და რამდენი ესე სხვადასხვა ავტორი ამხელა წიგნს. თან ეს სხვადასხვა ეპოქა, სხვადასხვა დრო, ქრისტეს ღმერთის განკაცებამდე, განკაცების შემდეგ და მთელი ეს წიგნი, ვინც წაიკითხა, ხო, დაინახავ, რომ ყველა ავტორი საუბრობს ერთი და იგივესი. ანუ არანაირი დაპირისპირება არ არის. არანაირი ის არ არის, სხვადასხვა ღმერთზე არ საუბრობენ, ესაია არ საუბრობს სხვაზე ძველ აღთქმაში და ახალ აღთქმაში რო წაიკითხავ მათეს და მარკოს არ საუბრობენ სხვაზე. ამხელა წიგნი რო არის, რომელიც საუკუნეებით განსხვავდებოდა წერლებისგან. იმიტომ რომ სულიწმინდის მიერ არის აღწერილი და ეხლა მეორე შედარება რო გააკეთო ამ წიგნთან, აი ნებისმიერი მოძღვრებები, მაგალითად ფილოსოფიური მოძღვრებები რო აიღო, ყველა ერთმანეთის საპირისპიროა. აი მაგალითად თუ ერთი ფილოსოფოსი ამბობდა, რომ სამყარო შექმნილია წყლისგან, მეორე ამბობდა ჰაერს, მესამე ამბობდა ცეცხლს, მეოთხე ამბობდა რაღაც ერთს, ლოგოს, ატომებს და ასე შემდეგ და მთლიანობაში იმდენად განსხვავებული მოძღვრებებია ამ ფილოსოფოსების, რომ ის არ არის ერთი მოძღვრება. შეუძლებელია ხა იმას, რასაც ამბობდა სოკრატე, საერთოდ სხვა ფილოსოფოსი ხო, ის სხვა ფილოსოფოსი საერთოდ სხვანაირად ამბობდა. და ამაშიც ჩანს, რომ სხვადასხვა რა, ანუ სხვა არის
კაცის მიერ მოფიგრებული მოძღვრებები და სხვა არის ღმერთის მიერ დადგენილი და ზუსტად ამაშიც ჩანს რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია. წამსი რო თქვი ხო, რითი ირწყება ახლა ჩვენი წამსი, წამს ერთი ღმერთი ხო და მთავრდება რითი? მოველი აღდგომას ამ კუდრეთით და მომავალ ცხოვრებას. ანუ რისიც წამს იმას მოელი. ანუ წამს ადამიანს ხო იქ თელი სწავლება არის წამში გადმოცემული ქრისტე ვინ არის სული წმინდა და ასე შემდეგ და ბოლოს თავდება მოველი აღდგომასა მკვდრეთით. ანუ რო გჯერა აღდგომის. ანუ თუ შენ არ გწამს იმისი რაც წამში წერია, რაც სახარებაში წერია, მაშინ ვერ მიიღებ იმას რაც იქ წერია. და ეს მოლოდინიც ხო იმიტომ გაქვს იმედი ამ ყველაფრის რომ ამისთვის ცხოვრობ ეს წამს და აქეთკენ ისწრაფი და აი ამ იმედს და მოლოდინს გაძლევს ზუსტად ეგ შენი ცხოვრების წესი ეს რაღაც საფუძველს რაღაცა იმედს გინერგავს რომ ეს გახარებს ეს გინდა და აქეთკენ მიდიხარ აი ხშირად ამბობენ რომ მაგალითად კეთილი საქმეები რა ცხონებს კაცს ეხლა თუ ცხონება მარტო კეთილ საქმეებზეა დამოკიდებული, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავის მხსნელი, ანუ მაცხოვარი შენ თვითონ ხარ მაშინ. ქრისტე არ გჭირდება. თუ ქრისტეს გარეშე კეთილი საქმეებით ცხონება შესაძლებელია, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ თვითონ შეგიძლია შენი თავი აცხონო. და ქრისტე ჩვენ სწორედ იმიტომ გჭირდება, რომ ადამიანს ეს არ შეუძლია, ვერ შეძლო ეს მთელი ქრისტეს განკაცებამდე ადამიანმა ეს კაცობრიობის ისტორიაში ეს გამოჩნდა, რომ ადამიანი თვითონ ვერ აცხონებს საკუთარ თავს და ამისთვის მოვიდა ქრისტე, აი ამ ხედვის მოსაცემად, ამ სწორი მართალი ხედვის ის რაც დაიკარგა და დაკარგა ადამიანმა და ერთი ის არის ზღაპარი მიუნხაუნზენის ჭაობშია ჩავარდნილი და ერთი კაცი და თავისო ქეჩოსო ნაცნავსო ჩაავლო ხელიო ცხენით იყო ჩავარდნილი და ცხენთან ერთადო ჭაობიდან ამოიყვანაო თავისი თავიო და ეს გავს ზუსტად იმ ადამიანს რომელსაც იმედი აქვს იმისი რომ მარტო პატიოსანი როა და კეთილი საქმეებით თუ ცხოვრობს ცხონდება შეუძლებელია ქრისტეს გარეშე აი მაქსიმე აღსარებელს აქ გონი არ მახსოვს რწმენა სათნოებიდან და არა სათნოება რწმენიდან. სათნოებები, კეთილი საქმეები კი არ იძლევა რწმენას. არამედ პირიქით რწმენა შობს კეთილ საქმეებს. შინაარსი ამაზე აქ აქცენტი გაკეთებული რომ შენ რაც არ უნდა კეთილ საქმეებს აკეთებდე ხო ვერა შენით რწმენამდე ვერ მიხვალდა. ეს რწმენა კიდე, როდესაც რწმენიდან აკეთებ კეთილ საქმეებს, სათნოებებს, ეს უკვე ადამიანისთვის საცხონებელია. ამიტომ აქ მართლმადიდებლობაში მნიშვნელობა სწორად დანახვას ღვთისას და რწმენას იმისას, რასაც ღმერთი ამბობს. და არა იმისი როგჯერა, რომ ქრისტე არსებობს. ქრისტეს არსებობის შეიძლება ბევრს ჯეროდეს, მაგრამ აი რასაც ქრისტე სახარებაში ამბობს, იმისი მინდობა აი ეს არის ადამიანისთვის გადამრჩენელი.